რა დოზით ვასწავლოთ გრამატიკა და ეს როგორ დავაბალანსოთ. რა არის ახლა ჩვენი know-how და ამას როგორ ვაკეთებთ. პირველი, ამას მე ვეძახი ინტერაქცია პირიქით. ას ნიშნავს ეს ინტერაქცია პირიქით? ახსნისას მაგალითად ვიწყებთ ავხსნათ present simple versus present continuous. აი, present simple იცის ახლა ვთქვათ, მაგრამ present simple ვიწყებთ ლაპარაკს. ხო და გვინდა რომ შემოვიდეთ present continuous. ყოველ დაფას ორ ნაწილად აქეთ present simple, აქეთ present continuous. არ ვეუბნები წესს. შეეცადეთ. თუ ჯგუფი გაძლევთ ამის საშუალებას, ჯგუფის დონე და მსმენელები არ დაიწყოთ გრამატიკის ახსნა წესი. დაიწყეთ პრაქტიკით. ორი რამე შეგიძლიათ გააკეთოთ. ან ტექსტ წინადადებებს და ამასაც განახებთ, მაგალითად როგორ ვხსნით gerunds, ისე რომ საერთოდ რა არის gerundi, ან როგორ ვხსნით present perfect, ისე რომ საერთოდ წესს არ ვამბობ, okay? Present simple დაახლოებით იციან, present continuous, აი აქ აუცილებლად ვეუბნები რომ continuous. არიციან ახლა ეს continuous რა არის. ეს ორი დრო თუ არიციან აორ დონეზე ხარ ლაპარაკი, ხო? ვეუბნები continuous. What is continuous? Continuous at the end of the movie to be continued and სიტყვა continuous კონტექსტურად ახვედრებ რომ არის განგრძობა. მე თარგმანს ეუბნები, მაგრამ სანამ აი ეს spoon feeding არ გააკეთოთ რა, სანამ ანალიტიკას არ ჩართავს, არ მიაწოდოთ ეს მზამზა ფორმები და თარგმანები. როგორც კითხვი, რომ განგრძობით იდრო დამთავრდა, you just lost the game. ზოგადად ყველანაირი გრამატიკული ტერმინი ან თარგმანი შეეცადეთ მათგან მიიღოთ. ეს არის ინტერაქცია პირიქით. და ვიწყებთ რას? რენდომულად ვეუბნები სიტყვებს, რომელიც ასოცირებულია present simple-თან და ასოცირებულია present continuous-თან. ეს შეიძლება იყოს გრამატიკული ტერმინები, დროის მიზეზები, შეიძლება იყოს ფორმირება. Now, present simple or present continuous. არც ზმნა არ გინდათ. ასე ფრაზებით პრიმიტიულ დონეზე. აუცილებლად კეთოს present simple, იმიტომ რომ აწმყო გონია. მაგრამ უბრალოდ no, I'm speaking English now. I speak Georgian, not now. Now-ს დაწერა. არ აქვს მნიშვნელობა გაიგო ვერ გაიგო. წესი ამ ყველაფრის მერე მაინც შემოდის. Every day, present simple or present continuous. აუცილებლად გეტყვის present simple. Every day. At the moment of speaking. არც ერთი უცხო სიტყვა არ არის. არ უთარგმნი, ხო? At the moment of speaking. Present simple or present continuous. აუცილებლად ვერ გეტყვის, ეტყვი რომ no, it's present continuous. ჯერ არ ხსნი არაფერს. ყველა სიტყვა, რომელიც გაგახსენდებათ, და რომელიც მიმართებაშია ამ დროსთან, მერე verb ing, okay? be, უბრალოდ ცალკე be-ს ვეუბნები, ხო? დამიჯერეთ, აი, ძალიან ცოტა ისეთი გრამატიკული საკითხი, საიდანაც წესს ვერ მიიღებ სტუდენტის, აი, present perfect-ის წესებიც მიმიღია. გაგიკვირდება და მაგალითებიდან წესი უკეთესად გამოგვ ბავშვებს